ნავთობი $200 ბარელზე, ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი სრუტის გადაკეტვა და სრული ენერგეტიკული კოლაფსი მთელ მსოფლიოში. სწორედ ამით ემუქრება ირანი მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკვე შემდეგი კვირიდან აშშ დაიწყებს პირდაპირ თავდასხმებს ელექტროსადგურებსა და ხიდებზე, მთელი ირანის მასშტაბით. ეხლა ირანი იმუქრება, რომ არა მხოლოდ ჰორმუზის სრუტეს, არამედ საერთოდ ყველა საზღვაო გზას გადაკეტავს, რომლითაც ნავთობი პერსიის ყურიდან გადის. ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსმა განაცხადა, რომ, ციტატა, ენერგომატარებლების მიწოდება ან ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი, ან არავისთვის. ირანი ფაქტობრივად ამბობს, თუ თქვენ ბლოკადით გვახჩობთ, ჩვენ ყველას, ანუ მთელ მსოფლიო ნავთობის ბაზარს დავახჩობთ. ხოლო დონალდ ტრამპი პასუხად თავის ყველაზე დიდ კოზირს ირამს. ემუქრება, რომ დაიწყებს დარქმევს ირანის ენერგეტიკაზე, ელექტროსადგურებზე და თავად ირანს. ამ გამოშვებაში, რატომ არის მუქარა რეგიონის ყველა სრუტის გადაკეტვაზე არა ბლეფი, არამედ სრულიად რეალური სცენარი, სადაც ნავთობის ფასი $200 აღწევს ბარელზე. რა დარტყმებს ამზადებს დონალდ ტრამპი ენერგეტიკაზე და რატო შეინახა ისინი ბოლომდე? და მთავარი, რა ხდება უკვე ეხლა ფასებთან და საზღვაო გადაზიდვებთან, სანამ ჩვენ ამ თემას განვიხილავთ. მოდით ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ. რა მოხდა საერთოდ? ირანმა აიღო და ოფიციალურად დახურა ჰორმუზის სრუტე. სწორედ ის, რომლის გავლითაც ომამდე მსოფლიო ნავთობის მეხუთედი გადიოდა. და განაცხადა, რომ სრუტე დახურული დარჩება, ციტირებ ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსს, ამერიკული ბოროტებების დასრულებამდე. პასუხად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კვლავ შემოიღო ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა. ამაზე დეტალურად ვისაუბრეთ წინა გამოშვებებში. და ამ ბლოკადაზე ირანი პასუხობს უკვე არა სიტყვებით, არამედ მუქარით, რომელმაც შოკში ჩააგდო მთელი მსოფლიო ბაზარი. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსმა პირდაპირ განაცხადა, რომ დახურავს ყველა დანარჩენ საექსპორტო კორიდორს, რომელიც სარგებლობას აძლევს აშშ-ს და მათ მოკავშირეებს რეგიონში. და აქ მნიშვნელოვანია გავიგოთ, რას ნიშნავს ეს სიტყვები. და ამ სიტყვების უკან დგას საკმაოდ კონკრეტული მეორე სრუტე, რომლის გადაკეტვაც რეალურად პარალიზებს მთელ მსოფლიო ნავთობის ბაზარს. საუბარია ბაბ-ელ-მანდების სრუტეზე. ეს არის ვიწრო გასასვლელი არაბეთის ნახევარკუნძულსა და ძულსა და აფრიკას შორის. შემდეგ არის შესასვლელი წითელ ზღვაში და შემდეგ, როგორც იცით, სუეცის არხი. ეს არის მთელი ირანული სქემის ეშმაკობა. თვითონ ირანი ბაბ-ელ-მანდების სრუტემდე ვერ მიაღწევს. ის შორსა და პირდაპირ მისი გადაკეტვა, რა თქმა უნდა, არ შეუძლია. მაგრამ იქ მშვენივრად უდებიან მისი მოკავშირეები. ესენი არიან იემენელი ჰუსიტები, რომლებიც ზუსტად ამ სრუტის ნაპირზე სხედან. ისევე როგორც ირანელების ხედან ჰორმუზის სრუტის ნაპირზე. და ჰუსიტებმა უკვე განაცხადეს თავიანთი პოზიცია. მოძრაობის მაღალი თანამდებობის წარმომადგენელმა ორშაბათს პირდაპირ გააფრთხილა. ჯგუფი მზად არის დახუროს ბაბ-ელ-მანდების სრუტე, თუ საუდის არაბეთი გააგრძელებს იემენის დაბომბვას. და სწორედ ამ იემენელმა ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯი შეიძლება ნავთობის ფასს $200-მდე აიყვანოს ბარელზე. $200. გასაგებად რო ვთქვათ, ეხლა ბარელი დაახლოებით $85 ღირს ბრენტის მარკისთვის, ხოლო ყველაფერი რაც $100-ზე მეტია, უკვე ტკივილია უბრალოდ თითოეულ ბენზინგასამართ სადგურზე მთელ პლანეტაზე, მათ შორის რა თქმა უნდა ამერიკულებზე. ანუ ჰუსიტებს ფაქტობრივად გლობალური ბენზინის ფასების ჩამთვლაზე უჭირავთ ხელი. და ირანი ნამდვილად მზად არის გამოიყენოს თავისი ბოლო არგუმენტი ამ ომში. ამით სწორედ დღეს საჯაროდ იმუქრება. და აი აქ არის ის მექანიზმი, რომელიც მთელ სიტუაციას ნამდვილად ჯოჯოხეთურს ხდის. ნახეთ, როგორ ლამაზად და ვერაგულად არის ყველაფერი ერთ კვანტში გადაბული. ირანი ხურავს ჰორმუზის სრუტეს და სპარსეთის ყურის ნავთობის ნახევრის მიწოდება ჩერდება. საუდის არაბეთი ამ სიტუაციიდან თავის დასაღწევად, მას შემდეგ რაც აშშ-მა დაიწყო ომი ირანის წინააღმდეგ 28 თებერვალს, იწყებს თავისი ნავთობის გადატანას შემოვლითი მარშრუტით, 1200 კილომეტრიანი მილსადენით პირდაპირ წითელ ზღვაში. მაგრამ, რომ წითელი ზღვიდან მსოფლიო ოკეანეში გახვიდე, უნდა გაიაროს სწორედ ის ბაბ-ელ-მანდების სრუტე. ხოლო ბაბ-ელ-მანდების სრუტე ჰუსიტების კონტროლქვეშაა, ხოლო ჰუსიტები ირანის პროქსი ძალა. ანუ ირანს შეუძლია ერთდროულად ორივე გასასვლელი გადაკეტოს. და მთავარი ჰორმუზის სრუტე და სარეზერვო ბაბ-ელ-მანდების სრუტე, რომლითაც ახლა საუდიტები იხსნებიან. ეს უზარმაზარი პრობლემა იქნება. და ეს უკვე თეორია აღარ არის. ერთ-ერთი მთავარი ახალი ამბავი დღეს ასე ჟღერს. ემირატების ფუჯეირას პორტი. ეს ყველაზე დიდი პორტია. ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით შემოვლითი მარშრუტი ფაქტობრივად შეწყნა.
ანალიტიკოსების მონაცემებით, ეს ბაზრიდან კიდევ დაახლოებით 6 მილიონ ბარელს დღეში იღებს. და წარმოიდგინეთ, ორი ამერიკული ავიამზიდისა და ძლიერი ამერიკული ავიაციის დაცვაშიც კი აშშ-ს ვერ შეძლო ამ პორტის ღიად შენარჩუნება. ტანკერების კაპიტნები უბრალოდ უარს ამბობენ იქ შესვლაზე, რადგან, როგორც ამბობენ, ცოცხლად ოფნა ყველას უნდა. და ამ ფონზე ჰუსიტური მოძრაობა ანსარ ალაჰის პოლიტბიუროს წევრმა მოჰამედ ალ-ფარაჰმა საერთოდ ასეთი ციტატა გააკეთა. თუ არსებული სიტუაცია გამწვავდება, ბაბ-ელ-მანდების სრუტე და ჰორმუზის სრუტე დაიხურება ირანთან ოპერატიული ალიანსის ფარგლებში. ანუ ირანი და ჰუსიტები მზად არიან იმოქმედონ ერთად და ერთდროულად გადაკეტონ მსოფლიო ვაჭრობის ორივე არტერია. თუ წითელ ზღვაში სამხრეთული შესასვლელის დაეცემა, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება სუეცის არხიც, კიდევ ერთი სრუტე. ეს უკვე ნავთობის კრიზისი აღარ არის. ეს უკვე ისეთი პარალიზება მსოფლიო საზღვაო მარშრუტების ნახევარზე, როგორც ნავთობისთვის, ისე საკვებისთვის, რომ ეს კრიტიკულია. მოდით ციფრებში ვთქვათ. ჰორმუზის სრუტეში გადის მთელი მსოფლიო ნავთობის 20%. ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გადის კიდევ 12% ნავთობის. სუეცის არხში გადის კიდევ 5% მთელი მსოფლიო ნავთობის. შედეგად შეიძლება გაჩერდეს თითქმის ნახევარი მთელი მსოფლიო ნავთობის მიწოდებისა. ეხლა იმის შესახებ თუ რას უპასუხა ამაზე დონალდ ტრამპმა. და ტრამპი პასუხობს ესკალაციით. თანაც ამოიღო ყველაზე მძიმე კოზირი. გარდა მორიგი დარტყმებისა, ხოლო აშშ-ს არმია უკვე მეოთხე ღამეა ზედიზედ ურტყამს ირანს. მხოლოდ ბოლო ტალღას სხვათა შორის 7 საათი გაგრძელდა და ათეულობით სამხედრო ობიექტი დაფარა არმუზის გარშემო. ტრამპი ეხლა იმუქრება სრულიად ახალ დონეზე გადასვლით. მან დაიმუქრა, რომ მომავალ კვირას აშშ დაიწყებს დარტყმებს ირანის ენერგეტიკულ ობიექტებსა და ხიდებზე, თუ თეირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაждდება. ფაქტობრივად ტრამპი იმუქრება ირანს, ელექტროენერგიას გაუთიშავს და ქვეყანას ნაწილებად დაშლის მისთვის სატრანსპორტო არტერიებისა და ლოგისტიკის წარწერით. შედეგად, აშშ ეხლა იმუქრება ირანს, ელექტროენერგიას გაუთიშავს და ორივე მხარე ამას გარიგებაზე იძულებად მიიჩნევს. ორივე. მიაქციეთ ყურადღება, როგორც ირანი, ისე აშშ. მხოლოდ ისაა, რომ ამ თამაში მძევლად მთელი დანარჩენი მსოფლიო რჩება, რომელსაც ეს ორი ნავთობის შოკის მოთხოვას უპირებს. ამ კონტექსტში მინდა მოვიყვანოთ შესანიშნავი ციტატა ჟურნალისტი ფილიპ გორდონისგან. მოусმინეთ თითოეულ სიტყვას, რადგან, როგორც მე მგონია, მან ყველაზე კარგად აღწერა ის სიტუაცია, რომელშიც დონალდ ტრამპი საკუთარ თავს ჩაიგდო და სამწუხაროდ არა მხოლოდ საკუთარ თავს. შემდეგ ფილიპ გორდონის ციტატა. ეს კიდევ ნახევარი უბედურება იქნებოდა, თუ დღევანდელი დაპირისპირება ასახავდა თითოეული მხარის რწმენას, რომ მეორე მხარე აუცილებლად დათმობდა. ირანი ალბათ მართლაც ასე ფიქრობს, თუ გავითვალისწინებ დონალდ ტრამპის წარსულს და იმ ზიანს, რომელიც ირანს შეუძლია მიაყენოს აშშ-ის ეკონომიკას, განსაკუთრებით კონგრესის შუალედური არჩევნების წინ. თუმცა, მთელი ამ ტრაბახის მიუხედავად, ტრამპი ალბათ არ ჯერა, რომ ირანი მალე დათმობს. ეს შეიძლება ბევრად უფრო საშიშ სამხედრო ესკალაციის გზაზე დააყენოს იგი და რა თქმა უნდა, ირანის საპასუხო ესკალაციაც მოხდეს. ჩავარდნილი მემორანდუმის გაკვეთილი ისაა, რომ ირანი არ არის მზად არმუზის სრუტეზე კონტროლის დათმობაზე. შემოსავლებთან ერთად ირანი მოითხოვს კონტროლს და თავისი ავტორიტეტის აღიარებას, რომელიც მას ნებისმიერ დროს ზეწოლის ბერკეტად შეუძლია გამოიყენოს. სხვა საკითხებზე, მათ შორის ლიბანზე, ბირთვულ საკითხებზე, დაკავებებსა და ყველა ამ ცხოვრებთან მოლაპარაკებებზე. სწორედ ამას ეწინააღმდეგება სამართლიანად ტრამპი. მაგრამ როგორც ჩანს, ვერაფერს აკეთებს ამის წინააღმდეგ. მაგრამ ამავე დროს, სწორედ ამ წუთებში მხარეები ბომბავენ ერთმანეთს. ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსმა განაცხადა, რომ ამერიკის ახალი დარტყმების პასუხად მათ ბაჰრეინში აშშ-ს მეხუთე ფლოტის ობიექტებზე მიიტანეს იერიში. გარდა ამისა, ირანელების განცხადებით, მათ ცეცხლი წაუკიდეს და გაანადგურეს ლოგისტიკური ობიექტი, ქუვეითის პორტ მინა აბდულაში. გარდა ამისა, დათმა მიიტანეს იმ ობიექტზე, რომელსაც ამერიკულ ბაზად მოიხსენიებდნენ აზრაკში, ეს იორდანიაშია, და იქ ავიაციურ ანგარებზე ისროდნენ. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც აჩვენებს, როგორ ფართოვდება ეს ომის მორევი. ირანმა დღეს პირდაპირ განაცხადა, რომ ამერიკული დარტყმების ნაწილი მის წინააღმდეგ პირდაპირ იორდანიაში მდებარე ბაზიდან განხორციელდა. ეს მნიშვნელოვანია, ანუ ირანი ფაქტობრივად იორდანიასაც ადანაშაულებს თანამონაწილეობაში და მასაც ურტყავს.
იორდანიის საჰაერო თავდაცვამ 4 შაბათს დილით ირანის მხრიდან მის საჰაერო სივრცეში შემოფრენილი 3 ბალისტიკური რაკეტა ჩააჭრა და ჩამოაგდო. ანუ ომის ორბიტაში უკვე მხოლოდ ირანი და აშშ-ში კი არა, ბაჰრეინი, ქუეითი, კატარი დარტყმები იყო საუდის არაბეთზე, გაერთიანებულ არაბთა საამიროებზე, უკვე ომანზეც კი. და დღეს ირანი უკვე იორდანიასაც პირდაპირ ომის თანამონაწილედ მოიხსენიებს. ანუ ცეცხლი ვრცელდება. და აი, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იმისა, რაც ხდება და საითაც ეს ყველაფერი მიდის, ბაზრის რეაქცია. იმიტომ რომ ბოდიში, მაგრამ ფული არ იტყუება. ფული არასდროს იტყუება. ბრენტის ნავთობი ბოლო 2 დღეში 11%-ით გაიზარდა. თუ კვირასაც ჩავთვლით, მაშინ ზრდა 15%-ზე მეტია. სამშაბათს ბრენტის ბარელი ერთ მომენტში $87-მდე ავარდა. წლის დასაწყისიდან ნავთობი უკვე დაახლოებით 40%-ით გაძვირდა. და რატომ? ხაზგასმით ვამბობ, ბაბელ მანდები ჯერ კიდევ არ არის გადაკეტილი. ის ღიაა. და სწორედ ამის წყალობით საუდის არაბეთი თითქმის 4.5 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტს ახორციელებს დღეში. და აი საჩვენებელი მომენტი, რომელიც შესანიშნავად ახასიათებს დონალდ ტრამპის მერყეობას ამ სიტუაციაში, ორშაბათს მან გამოაცხადა თავისი ცნობილი 20%-იანი გადასახადი ჰორმუზის სრუტის გავლაზე. ამაზე მე ცალკე გამოშვება მქონდა. თუ გამოტოვეთ, აუცილებლად ნახეთ ის. იქ ყველაფერს დეტალურად განვიხილეთ. ასე რომ კრიტიკის ქვეშ ტრამპმა სამშაბათს ამ იდეაზე უარი თქვა. უბრალოდ როგორც იტყვიან, უკან დაიხია. და განაცხადა, ყოველგვარი მტკიცებულებებისა და დეტალების გარეშე, რომ თითქოს ამ 20-ის ოდენობის მოსაკრებლის ნაცვლად ის შეეცდება ინვესტიციური შეთანხმებების მიღწევას სპარსეთის ყურის ქვეყნებთან. აქვე აღნიშნო, გახსოვთ 2025 წელს ტრამპი ახლო აღმოსავლეთში ტურნეს ატარებდა, იცით რა ხვდებოდა მაშინ, რომ მან მიაღწია წარმატებას. უკვე მიაღწია რაღაც სუპერ ინვესტიციურ შეთანხმებებს, ტრილიონობით დოლარზე, არა მილიარდებზე, ტრილიონებზე. და აი უცებ გადის წელი და ის ამბობს, მოусვინეთ. აღარ დავაწესებ 20-ის ოდენობის მოსაკრებელს, ვეცდებით ინვესტიციური შეთანხმებების მიღწევას. ბლინ, შეხო უკვე მიაღწიე მაწიემად. შეხომ 1 წლის წინ უკვე თითქოს მიაღწიე ტრილიონობით. საიდან ახლა მონარქიებს ამდენი ფული? უკვე ხომ იყო შეთანხმება. და იცით მაოცებს, რომ ადამიანები ამას აღკვნენ. ისინი ასეთები არიან. ხო, მართლა. ხედავ როგორ ყველას აჯობა ტრამპმა. დაემუქრა, რომ 20-ის ოდენობის მოსაკრებელს დააწესებდა. და აი საუდელები მაგალითად იქ ემირატები თქვეს, არა მოიცადე. მოდით ჯობს, ჩვენ ინვესტიციებს ჩავდერთ. ეს უკვე ხო იყო. როგორც კუჩმა ამბობდა, ეს ხომ უკვე იყო. ანუ ადამიანი ერთ დღეში მთლიანად 180 გრადუსით შემოტრიალდა ყოველგვარი არგუმენტის გარეშე. დღეს ის ემუქრება, რომ სრუტეს დაიკავებს და 20-ის აირებს გასავლელად. ხვალ კი გადაიფიქრა. და სწორედ ეს მერყეობა ალბათ მთავარი პრობლემაა. რადგან მთელი ბაზარი ვერ ხვდება, საერთოდ რას გააკეთებს ეს ადამიანი 1 საათის შემდეგ. და სწორედ ამ გაუთვალისწინებლობის გამო კიდევ უფრო მეტად პანიკობს. ამასობაში ხომალდების მოძრაობა ჰორმუზის სრუტეში უბრალოდ გაჩერდა. კომპანია კეპლერის მონაცემებით, რომელიც ყოველთვის აკვირდება საზღვაო მოძრაობას, გასულ ძრეღამეში ჰორმუზის სრუტეში მხოლოდ 2 ტანკერი გავიდა. ხოლო ერთ-ერთი თურქული ტანკერი საერთოდ ჩაიძირა ნარღზე აფეთქების შემდეგ. ანუ სრუტე, რომელსაც ტრამპი თვალის დაუხამხამებლად სრულად ღიად აცხადებს, რეალურად მუქტარია, მასში გავლას უბრალოდ უფრთხიან. ეხლა მოდით შევაჯამოთ. და უნდა თქვა, რომ ეს დასკვნა არც თუ სახალისოა. მსოფლიო ძალიან საშიშ ზღვარს მიუახლოვდა. ირანი, რომელიც ამერიკული ბლოკადის შედეგად კუთხეში მოაქციეს, გადაწყვიტა უაბანკზე წასვლა. ის მზად არის გადაკეტოს არა ერთი, არამედ ორივე საკვანძო სრუტე, ჰორმუზის და ბაბელ მანდების და მთლიანად დაანგრიოს მსოფლიო ნავთობის ბაზარი ყველასთვის. ლოგიკა მარტივია და სასუწარკვეთილი. ირანელები უბრალოდ ამბობენ, მოусმინეთ, თუ უნდა დავიხრჩოთ, მოდი ყველანი ერთად დავიხრჩოთ. მთელი პლანეტა. ხოლო ტრამპი პასუხად ამბობს, ემუქრება ირანს ელექტროენერგიის გათიშვით და მისი ხიდების დაბომბვით. და რაც ამ მთელ ისტორიაში ყველაზე შემაშფოთებელია. აქ არ არის ოთახში ზრდასრული, როგორც ამბობენ. არავინია, ვინც იტყვა და გაჩერდით, მოდით შევჩერდეთ, რაღაც არასწორად მიდის ყველაფერი. არის ირანი, რომელსაც უკვე აღარაფერი აქვს დასაკარგი და რომელიც თავისთან ერთად ითრევს ჰუსიტებს და მთლიანად მთელ რეგიონს. და არის დონალდ ტრამპი, რომელიც ეტრეში ასწრებს როგორც სრუტეების დაკავებას, ასევე 20-ჯერ შეკრებას, მერე გადაიფიქრებს, მერე ელემრე ელექტროსადგურებს დაემუქრება, მერე განაცხადებს, რომ ინვესტიციებს აგროვებს და ასე შემდეგ. და საერთოდ შეუძლებელია გაიგო, სად აქვს მას ბლეფი და სად ნამდვილი განზრახვა. ხოლო ამ ორ შორის ირანსა და ტრამპ შორის დგანან ტანკერები, რომლებიც უბრალოდ ეშინიათ ზღვაში გასვლის.
და მათ შორის განა ნავთობის ფასები, რის გამოც ჩვენ ვიდანჯებით. და მათ შორის დგას გლობალური შოკის პერსპექტივა, არა მხოლოდ ბენზინზე, არამედ საკვებზეც. საქმე იმაშია, რომ ამავე სრუტეებით გადის მაგალითად მარცვლეულიც. აქ წერტილებს დავაყენებ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარის რილაქს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. სულ ეს იყო, იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით, სუბტიტრები.